დემოკრატები თამარ კორძაია რესპუბლიკური პარტია მანანა ნაჭყები ახალი მემარჯვენეებით გადაცემას ვიწყებთ გიგი უგულავასთან საუბრით ის ევროპულ საქართველოს წარმოადგენს ბატონ გიგი მოგვიყევით იმ სიახლეების შესახებ რომელიც აქვს თქვენს პარტიას პირველ რიგში ნომერი თქვენთვის პირველი არჩევნებია გესმით ჩემი ხმა პირველი არჩევნებია როგორც ევროპული საქართველოს ამიტომ დიახ დიდი მადლობა გისმენთ დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, დღეს ჩვენ მქონდა ყრილობის შემდეგ პირველი პოლიცაბჭო და სიახლე რაც გვაქვს, ჩვენ ევროპული საქართველოს ამ ადგილობრივ არჩევნებზე წავდგებით ორი ნომრით და ეს იქნება თქვენ სწორედ აღნიშნეთ ჩვენი პარტიისთვის დებიუტია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანია, ისევე როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზე. თუმცა პარტიისთვის ეს პირველი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ნომერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იდენტიფიკაციისთვის და შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვამცნო, ჩვენს მხარდამჭერებს, პოტენციურ მხარდამჭერებს, ვამცნო, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი იქნება 2 და ხელით ეს ადულად გამოისახება ვიქტორის, ანუ გამარჯვების ნიშანია. აი ეს ნიშანი ბატონ გიგი ძალიან უყვარს კახი კალაძეს მისი ყველა ვიდეო რომელსაც Facebook Live-ის მეშვეობით ის აზიარებს აი ეს ამ ნიშნით მთავრდება ასე რომ გამოიყენებთ თუ არა თქვენს კამპანიაში ამ ნიშანს შევამჩნიე ეს კახი კალაძეს ნამდვილად არ გამოვიყენებთ ჩვენ კამპანიაში ვინაიდან კახი კალაძე არის პრობლემა, რომელიც შეიძლება თბილისელების პრობლემად იქცეს. კახი კალაძე არის შეუსაბამო ამ თანამდებობისთვის და ჩვენ შევეცდებით ელენე ხოშტარიასთან ერთად დავარწმუნოთ თბილისელები, ისევე როგორც რეგიონი და რაიონები, რომ ქართულ ამ არჩევნებზე რეალურად ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობა. ბატონ გიგი, კახი კალაძე რამდენად შეესაბამება ამ პოზიციას, ამას თბილისელი ამომრჩეველი გადაწყვეტს, თქვენი ამბიცია რა არის ამ არჩევნებში, წინასწარი კვლევები, თქვენი პოზიციები ამ კვლევებში, ვის შანსს გაძლევთ? მე არ შემოვიფარგლები მხოლოდ თბილისით, არჩევნები ტარდება მთელ საქართველოში. პირველი რაც უნდა ჩვენ მივაღწიოთ, ეს არის დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა. ერთპარტიული მმართველობა ნიშნავს და ეს გრძელდება მოყოლებული 90-იანი წლებიდან. რა პარტიაც არის ცენტრში, იგივე პარტია არის უკლებლივ ყველა რეგიონში. ასე იყო მოქალაქეთა კავშირის დროს, ასე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს და ასე გრძელდება ქართული ოცნების პირობებში. ამიტომ პირველი რაც შეიძლება ამ არჩევნებზე მოხდეს და ეს არჩევნები არ ცვლის მთავრობას მოგეხსენებათ, ამ არჩევნებში ცენტრალური მთავრობა არ იცვლება, ამ არჩევნებით ჩვენ ერთპარტიული მონოპოლია უნდა დავასრულოთ. და შემდეგ ეს შექმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის მთლიანად ჩამოვაშოროთ ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი მმართველობას და მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ ოპოზიციაში. ჩვენი მთავარი მესიჯი, ერთ-ერთი მთავარი მესიჯი გარდა იმ კონკრეტული დაპირებებისა, რომელიც გვაქვს ყველა რაიონის უკლებლივ ყველა რაიონის მიხედვით არის ის, რომ ჩვენ ვართ ძალა რომელიც აუცილებლად შეცვლის ივანიშვილის რეჟიმს, ოღონდ შეცვლის ამას ქვეყნის ყევის, ნგრევის, რევოლუციების, არეულობების გარეშე, ვინაიდან ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ პერიოდში ვიმყოფებით ჩვენ და ყოველი ასეთი გამოწვევა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის, მაგრამ ეს არ აძლევს მთავრობას უფლებას იყოს ყრუ, იყოს ბრმა, იყოს მუნჯი იმ პრობლემების მიმართ, რა პრობლემებიც დაგროვდა რეგიონებში. ახლა მე დავდივარ ყოველ რეგიონში და ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ. აბსოლუტურად მალულად, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ეს საჯარო იყო, მოხდა 11, 15, 17 თეთრით კუბომეტრ გაზის ფასის აწევა სხვადასხვა რაიონში. და მხოლოდ მოხდა 9 თეთრით თბილისში. და ეს მოხდა ერთადერთი რამის გამო. ეს მოხდა რომ იმის გამო, რომ კალაძე თვითონ იყრის თბილისში კენს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისელებს არ გაგვიძვირებს გას ქართული ოცნება. უბრალოდ ეს მოხდება მაღალი ალბათობით სამწუხაროდ არჩევნების მერე. გასაგებია, ბატონ გიგი, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ კალაძე ერთხელ ჩემი ინიციატივით, სხვათა შორის ელენე ხოშტარია თქვენი კანდიდატი თავს იკავებს ოპონენტებზე საუბრისას, როგორც ჩანს პარტიაში მისი ოპონენტების კრიტიკა სხვას აქვს გადაბარებული. ბატონ გიგი, თქვენ არ ხართ
პოლიტიკაში დღეს მოსული ადამიანი, კარგად ხართ გათვითცნობიერებული აი პოლიტექნოლოგიებში ასევე პოლიტიკოსი ხართ და თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ევროპული საქართველოა ის ძალა რომელიც ქართულ ოცნებას დაამარცხებს თქვენ ასევე არ ხართ ის პოლიტიკოსი რომელიც ამბობს რომ მე NDI-ს არ ვენდობი მე ამ კვლევებს არ ვცნობ და ასე შემდეგ ანუ რის საფუძველზე ამბობთ რომ თქვენს პარტიას თან ამ არჩევნებზე შესძლებს უნარი ოცნება სადმე გაუშვას დიახ ამიტომაც ვამბობ ბრძოლა მშვიდობიანი ბრძოლა მოითხოვს მოთმინებას მშვიდობიანი ბრძოლა მოითხოვს დროს ის კანდიდატი რომელიც იტყვის რომ დაასრულებს ქართულ ოცნებას მთელი საქართველოს მასშტაბით ის კანდიდატი უბრალოდ პატივს არცემს თავის ამომრჩევლებს და უბრალოდ ატყუებს. შესაძლებელი არის ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება. ეს შეიძლება მოხდეს გურჯაანში, ეს შეიძლება მოხდეს და სხვათა შორის ეს 2014 წელსაც მოხდა უბრალოდ ქართულმა ოცნებამ მარნეულში უბრალოდ აიღო და გადაახია ყველას და ყველაფერს თავი და გაიყვანა თავის კანდიდატი, რომელიც ოფიციალურად მოხსნილი ყავდა. და ეს საზოგადოებამ პირდაპირ იხილა და ეს ყველამ კარგად დავინახეთ. ამიტომ აქ საუბარი რაზეა? შესაძლებელია რაიონ სხვადასხვა რაიონში შეიძლება ერთ რაიონში თერჯოლის რაიონში ევროპულმა საქართველომ გაიმარჯოს სხვა რაიონში ვთქვათ ყაზბეგის რაიონში სხვა პარტიამ გაიმარჯოს ამაზე ვსაუბრობ შესაძლებელი არის სწორი დაგეგმარებით სწორი კოორდინაციით ერთპარტიული მმართველობის დასრულება და თუ ამას რა მნიშვნელობა აქვს მე ასევე დაგიბრუნებთ ესე ვთქვათ კომპლიმენტის სახით თქვენს ძალიან დიდი ხანია აშუქებთ პოლიტიკას და გახსოვთ 2002 წელს როდესაც საკრებულო დაკარგა თბილისში მაშინდელმა მმართველმა პარტიამ ეს იყო პირველი სიგნალი იმისა რომ ხელისუფლებიდან შევარდნაძის ხელისუფლება დასრულდებოდა საკმაოდ მალე ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითოულ არჩევნებს აი რომელ რაიონზე გაქვთ გათვლა ევროპულ საქართველოს რაიონი შეიძლება გახდეს პირველი მერცხალი ნებისმიერი რაიონი შეიძლება გახდეს პირველი მერცხალი ქართული ოცნების მმართველობის დასასრულის ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველას აქვს გარკვეული რესურსი უბრალოდ ქართულმა ოცნებამ საკუთარი რესურსი საკუთარი ნდობის კრედიტი აბსოლუტურად გააბნია და ის დაპირებები რაც მან 2012-2016 წლებში გახსნა იმის მიათედი წარშეუსრულებია როდესაც ვსაუბრობ ტარიფებზე უნდა გვახსოვდეს რომ ეს ხელისუფლება მოვიდა ტარიფების განახევრების მოიმითი ეგიდით და სინამდვილეში მივიღეთ საპირისპირო. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რა ქვია, დასაქმებაზე, მხოლოდ მოხდა ბიუროკრატიული აპარატის ზრდა და არარეალური დასაქმება რეალურ სექტორში. როდესაც ვლაპარაკობთ ეკონომიკის ზრდაზე, ეკონომიკის ზრდა არსებითად შეჩერდა და ყველაზე საოცნებო ზრდა მხოლოდ 4%-ია. როდესაც ვლაპარაკობთ პენსიებზე 2017 წელს სიტყვა პენსია საქართველოს მთავრობას უბრალოდ აღარც უხსენებია. ესაუბრებიან დღევანდელ პენსიონერებს ან პენსიონერებს რომლებიც გაისათ ან 2 წლის დიაპაზონში გახდებიან საპენსიო ასაკით ესაუბრებიან დაგროვით პენსიაზე და იმას კი არ ეუბნებიან რომ 35 წელს ზემო დაგროვითი პენსია უბრალოდ არ გავრცელდება ადამიანზე იმიტომ რომ ადამიანები ვერ დააგროვებენ ამდენს სანამ გავლენ საპენსიოზე. ყველაფერში ჩვენ ვხედავთ ტყუილს და ამის საპირისპირო ჩვენ გვაქვს ძალიან კაფიო რეცეპტი. ჩვენ ყველა რაიონში დავითვალეთ რაიონის ბიუჯეტიდან აბსოლუტურად არასაჭირო ხარჯების, აბსოლუტურად ნეპოტისტური სიპების და აიპების შემცირების და ყოველგვარი რაღაც უაზრო პროგრამების შემცირების ხარჯზე. ყველა რაიონისთვის გვაქვს ჩვენ დათვლილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენი შეიძლება იყოს პენსიის დანამატი. ისე როგორც თბილისში ვლაპარაკობთ 50 ლარზე, მაგალითად ცხეთაში ვლაპარაკობთ 20 ლარზე. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს არ არის პოპულიზმი, ეს არის მნიშვნელოვანი ერთი წუთით და დავასრულებ. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია ერთი ადამიანებისთვის, რომელიც უბრალოდ ბედის ანაბარად არიან დატოვებული და მხოლოდ უყურებენ მაღაზიებში როგორ იზრდება ფასი. მაგრამ მეორე ამასობაში ეს მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ იძულებული გახდეს ქართული ოცნება 2018 წელს რომ დაიწყოს პენსიების ზრდაზე ზრუნვა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მივიღებთ უთანაბრობას, რომელიც პოლიტიკური პრობლემა გახდება ცენტრალური მთავრობის. ამიტომ ამას აქვს ორი დატვირთვა. ერთი პირდაპირ ადამიანებისთვის, პენსიონერებისთვის პირდაპირი სიკეთე და მეორე იძულება ცენტრალური მთავრობის იმისათვის, რომ ცენტრალურ დონეზე მოხდეს პენსიების ზრდა. ამიტომ ეს არის ჩვენი გეგმა. იქ სადაც ევროპული საქართველო გაიმარჯვებს, შესაბამისი ოდენობით გაიზრდება პენსია.
ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დაპირება. მეორე, ბატონ გიგი, რეცეპტები, მკაფიო რეცეპტები, კარგი კანდიდატები თუ ძლიერი პარტიები, რა მოიგებს ამ არჩევნებს? გასაგებია რომ თქვენ ექსპერტი არ ხართ და ასე ვერ ისაუბრებთ, მაგრამ ყველა ხელისუფლებას ამ მომრჩევლისგან აქვს რესურსი, რა დროსაც ის პატიობს იმ პერიოდში გადაცდომებს და თქვათ არ მოსულა, არ მომწიფებულა დრო მისი წასვლის. თქვენ ფიქრობთ რომ ეხა ოცნებას მოუმწიფდა დრო წასვლის? ეს ის არჩევნებია, რომელზეც მისი ყოფნა არ ყოფნის ბედი უნდა გადაწყდეს? მოგახსენებთ, ნაწილობრივ ამაზე მე უკვე გაგეცით პასუხი, მე უბრალოდ ერთი შეგახსენებთ. 2002 წელს ვინმე რომ მოსულიყო თქვენთან და ეკითხა რომ შევარნაძის ხელისუფლება შეიძლება დასრულებულიყო. ვეტყოდი რომ კი. თქვენ ეტყოდით რომ მთელი რესურსი თქვენ შეიძლება გამონაკლისხართ 2001 წელს მე მეეჭვება რომ მიუხედავად იმისა მოგწონდათ თუ არ მოგწონდათ მოსახლეობის უმრავლესობა და სხვა შორის კვლევებიც ესე კვლევებიდანაც ეს ჩანს რომ მოსახლეობის განწყობილება მაშინაც მე 2011 წელსაც იყო ის რომ ხელისუფლების მორევა ძნელია, ხელისუფლების ხელშია ყველანაირი რესურსი, ხელისუფლების ხელშია კუდი, უსაფრთხოება, პოლიცია, ჯარი, გამგეობა, რა ვიცი და მთელი ასეთი როგორც იყო. ზუსტად იგივე სიტუაციაში ვარ. ზუსტად არა მარტო ასეთი იყო ყველა ხელისუფლება ამ შემთხვევაში სამწუხაროდ გამონაკლისი არა გამონაკლისი იქნება მაშინ როდესაც ჩვენ მივახცევთ როდესაც ხელისუფლება ცენტრალურ დონეზე შეიძლება ერთი პარტია იყოს ერთ რაიონში მეორე პარტია მესამე რაიონში მესამე კანდიდატი მაგრამ ამ ხალხს შეუძლია თანაარსებობა იმისათვის რომ კარგი შედეგი დადგეს უბრალო ადამიანებისთვის რომლებიც დახმარებას ითხოვენ ზუსტად იგივენაირადაა ქართული ოცნება თავის დაღმართზეა ეხლა საკითხი არის რომ ჩვენ ოპოზიციური ძალები და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე გულისხმობ პირველ რიგში ჩემ პარტიას ევროპულ საქართველოს რომლის ნომერი იქნება 2 ამ არჩევნებზე გულისხმობ იმას რომ აუცილებლად გარდაუვალია ქართული ოცნების კრახი. გარდაუვალია, იმიტომ რომ ეს მოდის დაბლა. ეს შეიძლება არ მოხდეს ამ არჩევნებზე, როგორც გითხარით, შესაძლებელია ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება, მაგრამ ეს გზა დაღმართი არის შეუქცევადი და რაც არ უნდა ხა იქ მილიარდები დაალაგონ ტომრებით, ეს გზა ოცნება დაღმართია. ვინ არის აღმართზე, ბატონ გიგი? და აღმართზე არის სწორედ ევროპული საქართველო. პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი და რესურსი ზრდის. ჩვენ ამ წუთას მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც რაღაც ილუზორული და არარეალისტური კატეგორიებით მსჯელობს. ამ წუთას ჩვენ ვართ პარტია, რომელიც სასტარტო პირობებში იმყოფება, პარტია, რომელიც ყველა რაიონში და ყველა რეგიონში მიიღებს მონაწილეობას, პარტია, რომელსაც აქვს ამბიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურში დაამარცხოს ქართული ოცნება, პარტია, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა, პარტია, რომელსაც აქვს გამოცდილება, პარტიას აქვს ცოდნა და რაც თავარია რწმენა გამარჯვების. და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ამ თვალსაზრისით ქართული ოცნება, რომელიც აბსოლუტური დაღმართისკენ მიდის და ეს არის დაახლოებით თავისი სტრუქტურით ისეთი პარტია, როგორც იყო მოქალაქეთა კავშირი. ეს არ არის ეს პარტია უბრალოდ დაიშლება მარტივ მომრავლებად, როგორც თავის დროზე მოქალაქეთა კავშირი დაიშალა. ჩემი ყოფილი პარტიას ზრდის რესურსი სამწუხაროდ არ გააჩნია ის ოპოზიციაშია და მე მას წარმატებას უსურვებ ბუნებრივია მაგრამ იქ ზრდის რესურსი ჩემი განმოსახედიდან არის ნულოვანი ის მილევად რეჟიმში იარსებებს მილევად რეჟიმში ანუ ნელ-ნელა ინერცია მას გააჩნია მაგრამ მილევად რეჟიმში იარსებებს ამიტომ მეტი პრაქტიკულად პარტიები პრაქტიკულად არ არსებობენ მე არ გულისხმობ ეხა იქ რუსულ პარტიებს როგორც პარტიოთა ალიანსია და ბურჯანაძეა ამიტომ შესაძლებლობები სფანჯარ არის ძალიან დიდი და აქ ჩვენ რამდენად შევძლებ დავარწმუნოთ ჩვენი ამომრჩეველი რომ ეს გზა და გზა რომელიც იგი ჩვენთან სტუდიაში თავისუფალი დემოკრატების წევრია რომელსაც ეხიმება თქვენს სიტყვებზე და მინდოდა ეს მაყურებელი ვერ ხედავს ამიტომ მე გავახმოვანებ მის რეაქციას თავისუფალი დემოკრატების წევრია ლევან სამუშია რომელსაც ეხიმებოდა როცა ამბობდი რომ თითქმის სხვა პარტიას ვერ ხედავთ გარდა ევროპული საქართველოს მე ამ პარტიას განვიხილავ პოტენციურად პარტნიორო პარტიად იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო განსაკუთრებით საერთაშორისო კუთხით ღირებულებები უბრალოდ თუ ეს პარტია მე არც ვიცი აპირებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში ამიტომ შეურაცხყოფისთვის მე არ მითქვა კონკურენცია ყოველთვის არის კარგი
კონკურენცია აძლევს შესაძლებლობას ხალხს უკეთესად გააკეთოს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ამიტომ თუ ესე თქვა, ესეთი შემხედრი ღიმილი შემიძლია მხოლოდ უპასუხო. ამიტომ შესაძლებლობები არსებობს, მთავარია ჩვენ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ შევძლოთ და დავარწმუნოთ, რომ ქართული ოცნება უნდა გავისტუმროთ მშვიდობიანი რყევების, ნგრევების გარეშე, არეულობების გარეშე, რომ არ ჩავარდეთ ქართული ოცნების და ივანიშვილის გამო იმ ორმოში, რომლიდანაც აი მთელი 90-იანი წლები ნელ-ნელა ძლივს ამოვდიოდით. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენი ბევრ სხვა პარტიასთან. დარჩენი მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი კანდიდატების, განსაკუთრებით ასევე მათ რა თქმა უნდა თბილისის გარეთ, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ერთპარტიული მმართველობა ამ არჩევნებზე დასრულდეს ქართული ოცნების და ეს არის რეალისტური ამოცანა და თუ ჩვენ ამას კოორდინირებულად ვიმოქმედეთ, აუცილებლად გავაკეთებ და საბოლოოდ ისევ დავასრულებ გამოსვლაც 2 ნომრით. მე მინდა საზოგადოებისთვის ვაწყობ, ჩვენი ვიასპარეზებთ ევროპული საქართველო იქნება 2 ნომერი ამ არჩევნებზე და ბუნებრივია მომავალ არჩევნებზე. დიდი მადლობა გიგი უგულავას, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც გვერდთვებოდა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ. ჩვენ სტუდიის სტუმრებთან ვაგრძელებთ სხვა თემით, ეს არის პირველ რიგში კონსტიტუცია და ასევე მიმდინარე თემები, მაგალითად მართლ-პოლიტიკურ ძალასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება, მორიგი, ამაზეც გთხოვთ თქვენს კომენტარებს. ბანუ კახა, დღეს გაირკვა, რომ